რა თქმა უნდა საუბარს ომის გამოძიების თემაზე. საღამომშვიდობისა, ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ბრძანდებოდით 2008 წლის მოვლენებში და ბუნებრივია მინდა რომ ამ თემებზე ვისაუბროთ თქვენთან. და დავიწყებ იმით რომ დღეს საუბარია ომის გამოძიებაზე საქართველოში. პირველ რიგში თქვენი შეფასება ამ ინიციატივაზე, ასე ვთქვათ, ახალი მთავრობის. უნდა დაიწყოს თუ არა ქვეყნის შიგნით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. სანამ თქვენს კითხვას პასუხს გავცემდე, მოусმინე სულ ბოლო ნაწილს თქვენი სტუმრის საუბრის და არ შემიძლია უბრალოდ პასუხი არ გავცე, რომ ეს პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობს ხოლმე, სწორედ ის ადამიანია, ვინც საქართველოს შეერაღებულ ძალებს ბრალი დასდო იმაში, რომ გორი დაიბომბა ჩვენი ავიაციის მიერ. ამ მისმა გამონათქვამმა, ძალიან სამწუხარო გამონათქვამმა, ძალიან გარკვეული რეზონანსი გამოიწვია გორის მაცხოვრებლებს შორის, ასე რომ ამ ადამიანისგან საუბარი ომზე, ან სახელმწიფო ინტერესებზე, ან იმაზე თუ პუტინს რა ჩაუჩურჩულა ყურში, ან იმან რა ჩაუჩურჩულა, მეტი რო არ თქვათ ძალიან არასერიოზული. ეხლა რაც შეეხება ამ თემას, როგორც მოველოდით სამწუხაროდ დღეს პრემიერ-მინისტრმა უარყო ის რაც თქვა გუშინ. ესე იგი თქვა რომ ეხლა უკვე ვამბობს რომ არასწორად გამიგესო, არც პირველია და არც უკანასკნელი როგორც ჩანს და მე ის არ მithქვამს რომ საქართველოს დაიწყო ომიო და ეხლა თითქოს კითხვები აქვს მას. მაგრამ უკვე დასკვნებიც არის შემოთავაზებული და პასუხებიც არის, რომ აი რეზერვი როგორ იყო მომზადებული, როგორ ურთიერთქმედებდნენ სამოქალაქო და სახელმწიფო სტრუქტურები და სხვა და სხვა. მე მინდა ვთქვა შემდეგი რამ, რომ ეს არის ცარიელ ადგილზე პრობლემის შექმნა და შემდეგ მისი გმირული დაძლევა. უბრალოდ განსხვავებით ყველა წინა შეცდომისა, რომელიც ძალიან საზიანო იყო, ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებული საზიანო საქართველოს. აი ამ შეცდომის ფასი შეიძლება იყოს განუზომლად დიდი. წარმოიდგინეთ, ნაკლებად მოიძებნება უახლოს ისტორიაში შეერაღებული კონფლიქტი ისე დეტალურად გამოკვლეული, როგორც არის რუსეთის-საქართველოს ომი. არსებობს ევროკავშირის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა შვეიცარიელი დიპლომატი იტალიავი, 1100 გვერდიანი დასკვნა თავის თანართებიანად. არსებობს საქართველოს პროკურატურის მიერ გამოძილებული დოკუმენტურად დადასტურებული ის სამხედრო დანაშაულები, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, სეპარატისტთა შეერაღებებსა, რუს დაქირავებულებსა და რუს რეგულარულ ჯარებს შორის. ათობით ტომი ამ დოკუმენტების. არსებობს საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ეს არის ათობით ტომი დასკვნის. თქვენ გახსოვს 2008 წელს დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს დასანახად ამ კომისიის მუშაობა. ამ კომისიას 3 საათიანი ჩვენება მისცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყველა იმ თანამდებობის პირმა, ვისაც შეიძლებოდა შეხება ჰქონოდა ამ მოვლენებთან, მათ შორის მე, თავდაცვის მინისტრმა, საგარეო მინისტრმა და სხვა და სხვა. ბატონო კახა, და არსებობს ამ კომისიის, რა თქმა უნდა, დასკვნა და არსებობს ამ კომისიის ოქმები. გარდა ამისა, მე დავასრულებ. არსებობს 2 ფუნდამენტური წიგნი, რომელიც დაიწერა ამ თემაზე. ერთის ავტორი გახლავთ რონ ასმუსი, მცირე ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო და მეორე ეს არის აგვისტოს თოფები, აგვისტოს ზარბაზნები, რომლის რედაქტორი გახლავთ შვედი მეცნიერი სვანტე კორნელი. რომ მე მინდა გითხრათ, რომ იშვიათად მოიძებნება ისეთი კონფლიქტი, რომელიც აი ასე დეტალურად და საჯაროდ იქნა გამოკვლეული და გამოძიებული საერთაშორისო საზოგადოებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ, როგორც იქნა გამოძიებული ეს კონფლიქტი. აი ამ პირობებში საუბარი იმაზე, რომ ხელახლა უნდა გაიხსნას ეს საქმე, რომ უნდა დაიკითხოს, ოღონდ წინასწარ არის ცნობილი ბრალდებული, წინასწარ არის ცნობილი ბრალი,
ეს ყველაფერი მე პრემიერ ივანიშვილის განცხადებიდან მომყავს. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. ბატონო კახა, მე მაინც მინდა კითხოთ, ფიქრობთ რომ ყველა კითხვაზე, იმიტომ რომ აქ ისმის სწორედ ამაზე საუბრობს, თქვათ იგივე მართველი ძალა, გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომ არსებობს პასუხი ყველა კითხვაზე, რაც იყო და თქვათ გამოსაძიებელი ან საზოგადოებრივი ინტერესი აღარ არსებობს და დავაკონკრეტებ რას გულისხმობ, ანუ ამოწურა თუ არა თქვენმა ხელისუფლებამ ომის თემაზე ყველა შეკითხვა იმ მიმართულებით, რაზეც თქვათ საუბრობენ, რომ რატომ არ იმუშავა რეზერვა, რეალურად ვინ ხელმძღვანელობდა არმიას, ვინ გასცა ბრძანება საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ და ასე შემდეგ. იგივე თქვენი მისამართით, თქვათ, ქალბატონი თინა ხიდაშელი საუბრობდა, რომ ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა და უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებდა ამის შესახებ ღიად, რომ ეს არ ქონდა ქართულ მხარეს. ანუ ესეთი დეტალები ფიქრობთ, რომ ამოწურული ამ ყველაფერზე პასუხი თუ მაინც შესაძლოა თქვათ ეს ნაწილი მაინც იქნას გამოძიებული? ანუ არა საერთაშორისო დანაშაულების მიმართულებით, არამედ ხელისუფლების ქმედებების მიმართულებით. მაგრამ ზოგადად მინდა გითხრათ, ჩვენ გუშინ და გუშინ წინ გვესმოდა, რომ თითქოს ეს არის ჩვენი ვალდებულება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ჩვენ მართლაც გახლავართ დამფუძნებელი წევრი ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთი არ არის წევრი. შესაბამისად მისი იურისდიქცია რუსეთზე არ ვრცელდება და საქართველოს პროკურატურა მართლაც როგორც ეს შეეფერება წევს თანამშრომლობდა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან. გუშინდელ დღემდე ჩვენ გვესმოდა, რომ ეს არის სწორედ აი ამ თანამშრომლობის ფარგლებში არის საჭირო ამ გამოძიების გაგრძელება. მე ხალხს უსვამ გაგრძელება, არა შექმნა, არამედ გაგრძელება, იმიტომ რომ ამაზე არის შექმნილი ათობით ტომი. იცით, გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სამხედრო ანალიზი არისო გასაკეთებული. მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ეს ანალიზი. რა თქმა უნდა, ის არის კონფიდენციალური. ის გაკეთა ქართველი და ჩვენი დასავლელი სპეციალისტების მონაწილეობით და ეს ანალიზი არსებობს სამხედრო მოქმედების, მათ შორის წმინდა ტექნიკური და სამხედრო საკითხები. არც ერთ ქვეყანაში ეს ანალიზი, რა თქმა უნდა, არ საჯაროვდება. ეს არის წმინდათა წმინდა სამხედრო საიდუმლო და რა თქმა უნდა მისი განსაჯაროვება, მაგრამ ხელი მიუწვდება თავდაცვის მინისტრსაც და ყველა იმ პირს, ვისაც კანონმდებლობა ამის ნებას რთავს. მაგრამ მე იცით როგორი ეჭვი მიჩნდება, როდესაც პრაქტიკულად 100%-ით დაითხოვ თავდაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეებს, როცა დაითხოვ მთელს პროკურატურას, შეიძლება არც კი იცოდნენ, რომ ეს საქმეები და ეს ანალიზი გაკეთებულია. და მინდა დაუბრუნდე ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შესული იყო რიგი საჩივრები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისგან, ასევე რუსეთის მიერ ინიციერებული. გამოყოფილი იყო სამი ძირითადი თემა. და საერთაშორისო სასამართლო სისხლის სამართლის პერიოდულად მიმართავდა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია ამ თემებთან დაკავშირებით. ეს თემები იყო პირველი, თქვენ გახსოვთ, რუსეთმა საქართველოში შემოჭრის პროპაგანდისტულ საბაბად გამოიყენა ბრჭყალებში ვამბობ, თითქოს და საქართველოს მიზანმიმართულად საქართველოს შერეღებული ძალები დაესხდნენ რუს სამშვიდობოებს ცხინვალში და მეორე იყო, რომ საქართველოს შერეღებულმა ძალებმა მოუწყვეს გენოციდი მშვიდობიან მოსახლეობას. გენოციდის თემა მალევე ჩაიფუშა, უკვე რუსებსაც აღარ გაუმეორებიათ ეს თემა, მაგრამ რაც შეეხება სამშვიდობოებზე ვითომ და საქართველოს შერეღებული ძალების თავდასხმას, ეს თემა მათ განაგრძეს სამართლებრივ ჭრილში და შესაბამისი მტკიცებულებები მათი აზრით წარუდგინეს ჰააგაში ბაზირებულ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს. ასევე საკუთარი მტკიცებულებები წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ, რომელიც შეეხებოდა ოკუპირებულ რეგიონებში ომის დროს და ომის დამთავრების შემდეგ ოკუპაციის პირობებში ქართული მოსახლეობის მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, მკვლელობას, სახლებისა და საკუთრების განადგურებას და ეთნიკურ წმენდას, ანუ მოსახლეობის იძულებით გამოძევებას თავიანთი დასახლებული ტერიტორიებიდან ეთნიკური ნიშნით. და აი რას ვკითხულობთ 2012 წლის ნოემბრის, ეს სულ რაღაც 5 თვის წინ არის გამოქვეყნებული საერთაშორისო სასამართლოს დასკვნაში ორივე ამ თემაზე. პირველი, არსებობს საფუძველი საქართველოს სარჩელზე, საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არის სარჩელი, მაგრამ პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. არსებობს საფუძველი ვიფიქრობთ, რომ ადგილი ჰქონდა, საუბარია ოკუპირებულ რეგიონებზე და კონკრეტული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ამიტირებული ადგილი ჰქონდა წამების, მკვლელობის, საკუთრების განადგურების, ძარცვის, მოსახლეობის იძულებით გამოძევების ფაქტებს.
ეს არის პასუხი საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილ უტყუარ მტკიცებულებებზე. საქართველოს პროკურატურამ, მე იცით თქვენ გორში ვიყავი მთელი ოკუპაციის პერიოდი, 22-ში დატოვეს რუსმა ოკუპანტებმა გორი, 22-შივე და მიმდებარე ტერიტორია 22-შივე შევიდნენ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფები. ხოლო რაც შეეხება რუსების ბრალდებას, აბა მოусმინოთ რას პასუხობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. რუსების ბრალდებას თითქოს ჩვენ დავესხით სამშვიდობოებს. შემდგომმა შეფასებამ ცხადყო, რომ რუს სამშვიდობოების წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევებს ადგილი არ ჰქონია. ეს არის 2012 წლის ნოემბერი. ამასთან ერთად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მოუწოდებს ორივე სახელმწიფოს, ანუ რუსეთსა და საქართველოს და კიდევ ერთი დასტურია, რომ ეს იყო ომი სახელმწიფოთა შორის და არა ის, როგორც რუსეთი წარმოაჩენდა თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ომი მისი ერთ-ერთი ტერიტორიის მიმართ, რომ გააგრძელოს და დააჩქაროს გამოძიება. საქართველოს პროკურატურამ პრაქტიკულად ამოწურა შესაძლებლობები იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენ კონტროლქვეშ ექვემდებარება. ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა გამოვიძიოთ ის ბრალდებები ბჭყალებში, რომელიც რუსეთის მხარემ წაუყენა საქართველოს, მაგალითად სოფელ ხეთაგუროვოში ან სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია ამ გამოძიების წარმოება, ამას გულისხმობთ. რა თქმა უნდა, მიუხედავად დოკუმენტირებული არაერთგზის მიმართვისა ჩვენი მხრიდან როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსეთის ხელისუფლებისადმი, რომ შესაძლებლობა მიეცათ საქართველოს პროკურატურისთვის და საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მისულიყვნენ ადგილზე და ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. მაგრამ ეს არ არის თურმე საქმე. დღეს ირკვევა, რომ თურმე ჰააგის სასამართლო არაფერ შუაშია. მე მაინც ევაკუაციის თემას მინდა დაუბრუნდე. მოკლედ თუ შეიძლება რომ გასაგებია. საუბარი არის წმინდა პოლიტიკ ეხლა ევაკუაციის გეგმაზე. რუსეთ-საქართველოს ომის დროს კითხულობთ ტალიამინის დასკვნიდან, რომ დასტურდება, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს დილის ადრე რუსეთის ავიაცია ბომბავდა ობიექტებს და საცხოვრებელ პუნქტებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიღმა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე. ჯამში და მე კარგად ვიცი და კარგად იცის საერთაშორისო საზოგადოებამ და ყველა დაინტერესებულმა პირმა 36 დასახლებული პუნქტი დაიბომბა საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის ზოგიერთი, რომელიც 500 კილომეტრით არის დაშორებული ომის თეატრიდან. დაიბომბა სენაკი, სხვერპლი, დაიბომბა გორი, სხვერპლი, დაიბომბა ფოთი, დაიბომბა ბათუმთან მახლობლად ობიექტები, თბილისთან ობიექტები, ლაგოდეხთან ობიექტები. ეხლა მე ვკითხულობ, ვინმე სერიოზულად ეჩვენება, რომ შესაძლებელი არის აი ამ ქალაქების და დასახლებული პუნქტების ევაკუირება? ვინმეს შესაძლებლად მიეჩნია, რომ შესაძლებელია მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდეს? ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია კონკრეტულ ლოკალიზებულ ადგილას, მაგრამ ეს ომი, რომელიც ჩვენ წინაშე გამოცხადდა, 16 საბრძოლო გემიანი ესკადრა შემოვიდა საქართველოს საზღვაო აკვატორიაში 8 აგვისტოს. დაბლოკა ბათუმისა და ფოთის პორტები, ცეცხლი გაუხსნა კოდორს. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ამ 5 დღის განმავლობაში 472 საბრძოლო გამოფრენა განახორციელა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ეს არის დაახლოებით 15 წუთში ერთი გამოფრენა საშუალო. თქვენ როგორ გონიათ? მთელი ქვეყნის დაცლა არის ევაკუაცია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის კითხვები, რომელზედაც უნდა გასაგებია, თუმცა მე მაინც მინდა კითხოთ, ბატონო კახა, ჩვენი დრო იწურება და ვთხრილობ, რომ უბრალოდ სიგნალი არ გაგვიწყდეს. ამიტომ ეს და ალბათ კიდე სხვა თემებზე შესაძლოა თუ გადაწყდა, რომ ეს საგამოძიებო კომისია მაინც შეიქმნება, ვთქვათ, თბილისში და არის საუბარი, თვის ბოლოს შესაძლოა ეს ასე მოხდეს საპარლამენტო დონეზე. მაინც თქვენ მაშინ უშიშროების საბჭოს დივანი იყავით, თუ კი კომისიამ თქვენი დაბარება და დაკითხვა გადაწყვიტა, ვთქვათ, ითანამშრომლობთ გამოძიებასთან, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა დღეს განცხადება, უბრალოდ გუშინ, რომ ის არ აპირებს, რომ ამ კომისიასთან ითანამშრომლოს და რაიმე სახის, ვთქვათ, იგივე ჩვენება მისცეს. მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და შევასრულებ ყველაფერ იმას, რაც მოქალაქეს ექვემდებარება, მაგრამ მე ამავე დროს მაქვს ჩემი წასი და ჩემი შეხედულებები. მე ვამბობ და ვამტკიცებ, რომ ეს ინიციატივა და ფორმა და ადგილი, როგორიც არის დასმული ეს საკითხვა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი. მე როგორც გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, ვამბობ სრული პასუხისგებლობით, რომ საკმარისია საქართველოს რომელიმე ოფიციალურმა უწყებამ
შექმნას დასკვნა, რა თქმა უნდა, რომელიც იმ თავითვე იქნება სიცრუეზე აგებული, იმიტომ რომ სიმართლე არის ყველა იმ დოკუმენტში, რომელზედაც მე ვისაუბრე, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტებში. დასკვნა, რომელიც ოდნავ მაინც განსხვავდება იმ სურათისგან, რომელიც შეიქმნა და რომელიც ოდნავ მაინც ჭრდილს მიაყენებს საქართველოს მის ერთ-ერთ ტერიტორიასთან მიმართებაში ჩვენი დეზინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი გახდება. ბატონმა ლევან ალექსიძემ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ წევრს ბატონ ზაქარეიშვილს დეზინტეგრაციის მინისტრი უწოდა. მე ძალიან არ მინდა რომ მთელი მთავრობა გახდეს დეზინტეგრაციის მთავრობა. შეცდომების კრიტიკული მასა გროვდება და მე გარწმუნებ იმ დღესვე, როდესაც რომელიმე ოფიციალური უწყება დადებს დასკვნას, რომელიც რაიმე ჭრდილს მიაყენებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს მისი რომელიმე ტერიტორიის მიმართ, იმ დღიდან ჩვენი დეზინტეგრაციის საერთაშორისო აღიარების პროცესი ოკუპირებული რეგიონების, რომელიც არის გაყინული თქვენ იცით და რუსეთის ნებისმიერი თანამდებობის პირზე დადებული უარყოფითი დასკვნა პირობითად გახდება. ფიქრობთ რომ აღიქმება ქვეყნის წინააღმდეგ დასკვნა, იმიტომ რომ აქ საუბარია კონკრეტული ხელისუფლების პირების, თქვა ქმედებების გამოძიებაზე, როგორც მართველი გუნდი ამბობს, რომ რა შეცდომები იყო დაშვებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილებების მიღების დროს და არის საუბარი რომ არ არის საუბარი იმაზე რომ გამოძიებული იქნას ვინ დაიწყო ომი. ეს არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მოკლე პასუხი რომ გამცეთ უკაცრავად და დავასრულოთ. გუშინ იდგა, გუშინ არა, მაგრამ გადახედეთ მსოფლიო პრესას და პასუხს თქვენ იქ-იპოვით. მსოფლიო პრესაში წერია რომ პრემიერმა აღიარა რომ ომი საქართველოს დაიწყო. ასე რომ რაც არ უნდა გაკეთდეს შემდეგ იქნება გვიან და ეს იქნება სასიცოცხლოდ სახიფათო, ეგზისტენციური საფრთხე დაემუქრება ჩვენ ქვეყანას. ამიტომ მე ვაფრთხილებ იმ ადამიანებს, ვინც არის როგორც ჩანს დაბრმავებული პოლიტიკური სიძულვილით, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ყველაფერი რაც მსოფლიო საზოგადოებას უნდა სცოდნო და ამ ომის შესახებ მან იცის. ახლა არის ჟამი რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ტერიტორიების არაღიარებისთვის და სხვადასხვა გზებით, მათ შორის თუ მათ ეს შეუძლიათ რუსეთთან მე პირადად ეჭვი მეპარება, ვინაიდან რუსეთისთვის ამ ხელისუფლებისთვის ფუნდამენტურად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მაგრამ სადონ ჩვენ მივესალმეთ ამ ცდილობებს, რომ მოხდეს დეოკუპაცია და მათი ყოფნას ქვია დეოკუპაცია, ასე არ ერქვა, ახლა ქვია დეოკუპაცია და ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაცია საქართველოში. აი ეს შედეგი დადგეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა რომ მიიღეთ მონაწილეობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ნიუ-იორკიდან და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსანდრე ლომაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა.